პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ჩვენ ვნახეთ ხალხის რეაქცია, მათ შორის გაუხარდათ ის, რომ ჩვენი ლეგენდები არიან პირველ 20-ში, გაუხარდათ ის, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის და ესეც არის გზავნილი ყველა პატრიოტი ქართველისთვის, რომ 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას, არ დარჩნენ სახლში, გამოვიდეს ყველა, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს წყდება საკითხი, ეს ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, საკუთარი ხალხის ინტერესების მოქმედი ქვეყანა, თუ იქნება სხვა ხალხების, სხვა უცხო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებელი და იქნება ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა ოპოზიციისგან, რომელიც მთლიანად დაქვემდებარებული არიან გარე ჯგუფებს, ხედავთ რომ ისინი საარჩევნო კამპანიასაც კი გარეთ ატარებენ ერთის მხრივ და ხედავთ რომ გარედან უტარებენ საარჩევნო კამპანიას, დღე არ გადის რომ ვიღაცამ რაღაცა არ თქვა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ქვეყანას თავისი არჩევნები აქვს ჩასატარებელი და რატომღაც იცლიან იმისთვის, რომ ჩვენ ოპოზიციას რაღაცნაირად მისცენ ხოლმე თემების ალაპარაკოთ. რაც შეეხება ლელოს განცხადებას. თავად ადამიანი რომელმაც თავად თქვა, ხო, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო და ახლა რომ საერთოდ რუსეთზე რამეს ლაპარაკობს ეს ადამიანი, ეს ცალკე საკითხი არის. ხასკაუს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ თაღლითებისგან რაიმე სიკეთეს არ უნდა მოველოდოთ. ადამიანს, რომელსაც დადასტურებულად აქვს თაღლითობა ჩადენილი, ეს ადამიანი საერთოდ პოლიტიკაში რო არის და ხალხს კიდე თხოვს მხარდაჭერას, ეს არის აბსურდი. გარდა იმისა, რომ მას 6 გუშინ შემეშალა 600 კი თურმე 650.000 აქვს საქართველოს ბიუჯეტში ხალხისთვის დასაბრუნებელი, ხალხის ვალი აქვს, ეს ვალი დააბრუნოს ეს 650.000 დაუბრუნოს ქართულ ხალხს და მერე განაცხადოს თუ კი რაიმე პრეტენზიები აქვს პოლიტიკური. ამიტომ ადამიანი, რომელმაც თაღლითობა ჩაიდინა და თაღლითობით საკუთარი ბანკიდან 16 მილიონი გააქრო, ადამიანი, რომელიც შემდეგ 1.5 მილიარდ ქართულ ხალხს თხოვდა, რომ მისი ჯიბიდან ამოიღო ქართული ხალხის ჯიბიდან და საკუთარ ჯიბეში ჩაედო და არბიტრაჟმა თავის ადგილას მიუჩინა მის შემდეგ უკვე აფერას და ადამიანი, რომელსაც ახლა აქვს ვალი ქართული ხალხის 650.000 დოლარი და არ იხდის ამ ვალს, ის საერთოდ პოლიტიკაზე აქვს პრეტენზია, ეს არის პრობლემა. რაც შეეხება შინაარს, ეს კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, როდესაც ისინი თან ილიას გეგმას უწოდებენ საქართველოს განადგურების, ომში შეყვანის და ეკონომიკური კოლაფსის გეგმას. სახელებს რაც შეეხება ეს ცალკე საკითხია, ამაშიც ჩანს კიდევ ერთხელ თაღლითობა ხაზარაძის, თქვენ გახსოვთ 4 წლის წინ მარშალის გეგმა იყო, ეთყობა მაშინ უფრო ამერიკულ ტონებში იყო, ეხლა უნდა რომ პატრიოტიზმი ითამაშოს და ილიას გეგმა დაარქვა, უყოთ იგივე გადმოიტანა, იქაც 200.000 იყო სამუშაო ადგილი თვალსწრები, იგივე გადმოიტანა აქაც, მარშალი რატომღაც გახდა ჭავჭავაძე, ახლა არ ვიცი, ესეც კიდევ ერთხელ აი თაღლითობის უტიფარი თაღლითობის მასშტაბებს გვაჩვენებს და კიდევ შინაარსად შეეხება, ეს უკვე მათი ღალატის საბრალდებო დასკვნა არის, რაც მათ ჩამოწერეს უკვე ფურცელზე, აქამდე თუ შეეძლოთ ეთქვა, რომ სიტყვა გაგვექცა, არ გულისხმობდით სანქციებს და ასე შემდეგ, ახლა უკვე ფურცელზე თავად ჩამოწერეს საქართველოს ღალატის საკუთარი მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ წერია გეგმა, როგორ უნდა უღალატონ საქართველოს, როგორ უნდა შეიყვანონ ომში, როგორ უნდა გააღატაკონ გლეხები, ჩაკეტონ საზღვრები, რომ ამან დაარტყას უპირველეს ყოვლისა ქართულ გლეხს, იქნება ეს კახეთში, ქართლში თუ დასავლეთში. საზღვრების ჩაკეტვა მაგალითად, ეს რას გულისხმობს პირდაპირ ჩვეულებრივ ეკონომიკურ ომში შესვლას რუსეთთან, როდესაც სანქციებს დაუწესებ, რა თქმა უნდა, ამას მოყვება საპასუხო სანქციები და ემბარგო და ჩვენ გამოვლილი ვართ და ვიცით, რასაც ნიშნავს ეს ჩვენი გლეხისთვის. ჩვენი გლეხი ლამის წელში გაწყვიტეს ასეთი ქცევებით და დღეს როგორც იქნა წამოიმართნენ, ხედავთ თქვენ როგორი რეკორდული მოსავალი იყო ყველგან წელს განსაკუთრებით, როგორც ქართლში, დასავლეთში, კახეთში, იცით რომ რთველი მიმდინარეობს და რეკორდული მოსავალი იქნება, აი როგორც იქნა გაიმართა ქართველი გლეხი და ამ თაღლითებს უნდა თუ კიდევ ერთხელ წელში გაწყვიტონ ისინი და შეიყვანონ
ჩვენი ქვეყანა საქართველოს ეკონომიკურ ომში და დააზარალონ ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს არის ის რაც ლელომ წარმოადგენს, ეს არის ქვეყნის გრევის, გაღატაკების და ომში შეყვანის რეცეპტი. და რა თქმა უნდა ამას ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და სათანადო პასუხს გასცემს. მოკლედ გახსენებთ პასუხს და რაც შეეხება ცესკოზე დავთვალოს, ეს იმის დასტურია, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების არაღიარებისთვის და აქედანვე იმზადებს საბაბებს იმისთვის, რომ არ აღიაროს არჩევნები. ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს არაერთხელ. ხა სხვა რამე კი არ ხდებოდა 2021-ში, 2020-ში. ჩვენ ნახეთ გუშინ წინ იყო თვალწები, როდესაც ცესკოს თანამშრომელს თავს დაესხა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ფარულავა თვალწები, ანუ შევწდებოდი გვარში. თავს დაესხა ცესკოს წარმომადგენელს, ნახეთ რომ ემუქრებოდა ცესკოს თანამშრომლებს, ემუქრებოდა რომ არჩევნების შემდეგ დასჭით. ეს ადამიანი 2020 წელს მეორე კიდე ერთ-ერთ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთან ერთად შეფუთული იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასე უცხოეთიდან ფინანსდებოდა. ეს წარმოდგენილი იყო როგორც ზოგიერთი სხვა დღესმოქმედი NGO, როგორც დამკვირვებელი საარჩევნო საკითხებს. ჩვენ მაშინ 2020 წელს ჯერ კიდევ ვამხილეთ, გახსოვთ მაშინ გივი მიქანაძეს ჰქონდა ამაზე სპეციალური ბრიფინგი, ვამხილეთ კავშირები მათი ნაციონალურ მოძრაობასთან და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც თავს ყიდიდა როგორც NGO, იღებდა უცხოურ დაფინანსებას და აქაც ზედაპირული რო არიან დონორები, ამიტომაც არის, რომ ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ თურმე. და აი ნახეთ დღეს რომ ისინი არიან პოლიცსაბჭოს წევრები, არა თუ ჩვეულებრივი წევრები არიან და აქტივისტები ნაციონალურ მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრები. და ეხლა უკვე ამ სტატუსით თავს ესხმიან ცესკოს თანამშრომლებს. მე ეს ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. ნაციონალური მოძრაობა რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო მეტი იქნება რადიკალიზმი, ძალადობა და სიძულვილის ენა მათი მხრიდან. თუმცა მთავარი პრობლემა უკვე გამოიკვეთა, რომ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი დამოუკიდებელი, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი დამკვირვებლები, NGO-ები ხელს აფარებენ ამ საარჩევნო დარღვევებს. პირდაპირ ხელს აფარებენ, ჩვენ ნახეთ ბოლო შუალედური ანგარიშები რაც იყო, ისვედის საიასიც თუ არ ვცდები, რომელშიც საერთოდ არ არის ასახული ეს დარღვევები. მოსყიდვა ლევოს მხრიდან ახლა ბასენიას ყოყაცმა და ამას მოსყიდვაში ნახავთ ახლა ანგარიში აისახება თუ არა და სხვა საკითხები, რომელიც ძალადობა, ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პლაკატების ჩამოხევა, რომელსაც ხედავ ჩვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დაკავებული პლაკატების ხედვით. რაზე უნდა ქონდეს საერთოდ საუბარი, რა სტანდარტებზე და კონსტიტუციებზე გველაპარაკება ეს ხალხი. ამიტომ ჩვენ ამას ვაკვირდებით, მათ შორის რა თქმა უნდა ყველა ამ დარღვევას ვაფიქსირებთ და ჩვენი ანგარიშები გვექნება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის წარუდგენთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებში მაინც გამოჩნდებიან ობიექტური ადამიანები, რომელსაც ამას დააფიქსირებენ. სამწუხაროდ ადგილობრივ დამკვირვებლებს რაც შეეხება NGO-ებს გულისხმობ, განსაკუთრებით აი ამ NGO კლანს, რა თქმა უნდა, მათი იმედი ჩვენ არ გვაქვს, ეს ის ხალხია, ვინც 2020 წელს qalbi დასკვნები დადო, პარალელურ დათვა გააყალბა დონორთან შეთანხმებით, აქ რევოლუციურ სცენარს უქმნიდა საბაბს.
აჩეხა ოზენ სასამართლოს მოსამართის არჩევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი, კომიტეტში გასაუბრება იქნება მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, პარლამენტს ექნება თავისთავად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი სასამართლო ჩვენ ნახეთ რომ ამ პროცესის მიმართ თუ როგორი უსამართლო კრიტიკა მოდიოდა განსაკუთრებით უცხოეთიდან, ყალბი ცრუ ბრალდებები პროცესთან დაკავშირებით, თითქოს არ იყო გამჭვირვალე და არ იყო რაღაცნაირად დამსახურებაზე დაყრდნობით და მე შემდეგ ხედავთ შედეგებს. ყოველ ჯერზე ის სასამართლო, რომელსაც აკომპლექტებს იუსტიციის საბჭო თუ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი პროცედურებით, ეს სასამართლო ყველა დავას უგებს ნაციონალურ მოძრაობას და საერთაშორისო სასამართლოებში. ყოველ ჯერზე დადასტურდა რომ ყველა უცხოური ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი ელჩი ავრცელებდა საქართველოში, დონორი ავრცელებდა, NGO-ები ავრცელებდა, ყველაფერი აღუჩნდა ტყუილი. რუსთავი ორი საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, უგულავას საქმე, გვარამიას საქმე, ყველა ამ საკითხზე, აი დღეს რომ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში უცხოელები რომ მონაწილეობენ გარედან, ზუსტად იგივე ადამიანები ცრუ ბრალდებებს ავრცელებდნენ სასამართლოს წინააღმდეგ, ყოველ ჯერზე ისინი პირადად დამარცხდნენ საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. ყველა ეს უცხოელი ელჩი თუ დიპლომატი თუ უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ სასამართლოსზე ავრცელებდა ცრუ ბრალდებებს, ყველა მათ ყოველ ჯერზე ესენი მარცხდებიან სტრასბურგის სასამართლოში. ეკლესია არის ანდრეოვის სკოლაში, წელს სწავლავენ იქნება იმიტომ რომ ანდრეოვის პირას არის და საფუძვლებიც კი იღება და შეიძლება სწორედ ის მოყვას ამ პროცესავე აპირებს თორე რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ გაავრცელა გუშინ განცხადება, თქვენც გაეცანით ალბათ. ამ განცხადებას არის სხვადასხვა საკითხები, რაც შეეხება საცხოვრებელს და კომპენსაციებს, როგორც კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული, მათ სრულად აქვთ კომპენსაცია აღებული ან ნაცვლად. ყოველ შემთხვევაში ჩანდა ეს კომპანიის განცხადებაში, ამიტომ საჭირო იმასში ჩაძიება, თუ კონკრეტულად რა საკითხებს ეხება ესა თუ ის პროტესტი თუ პრეტენზია. თუ საკითხი ეხება კომპენსაციებს, როგორც ჩანს კომპენსაციები აღებული აქვთ და არ ვიცი ამაზე თქვენ შეგიძლიათ დაინტერესდეთ მათ შორის მათთან და იმედი მაქვს რომ კომპანია ყველა ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ხა ეს არ გახლავთ უშუალოდ პარლამენტის კომპეტენცია და მე ამ საკითხს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა კომპანიის განცხადება ვნახეთ ჩვენ. როგორც დაიყო ოფიციალური მონაცემებია იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო თვის განმავლობაში საზღვრის გადმოწება რუსმა ოკუპანტებმა სცადეს ზუსტად 8 ჯერ. მთელი თვის განმავლობაში საზოგადოება ამ შესახებ საკმაოდ ინფორმაციას და ინფორმაციას ეს ერთი თამაშ და მეორე ასევე მაინტერესებს საქართველოს ხელისუფლება მიმართულებით რატომ არის ფაქტია რომ 2012 წლის შემდეგაც გრძელდება მოდერნიზაციის პროცესი ისევე ჩვენს მოქალაქეებს, კლავენ ჩვენს მოქალაქეებს და აი დავინახეთ ახლა რომ ბოლო თვეში საზღვრების გადმოწევის მცდელობა აქვს და 8 ჯერ უნდა და ვისგან გაიგეთ ეს ინფორმაცია? ვინ თქვა ეს ინფორმაცია? გამარჯობა ხო? ანუ ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გაიგეთ ეს ინფორმაცია, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა ეს საკითხი როდესაც ეხება ოკუპაციას და თქვენ გინდათ რომ ამ საკითხზე ჩემი კომენტარით ამ ბრიფინგით მიიღოთ პასუხები, ეს უბრალოდ არასერიოზული დამოკიდებულება არის იმ მთავარი პრობლემის მიმართ, რომელიც საქართველოს აწევს მძიმე ტვირთად. ეს არის ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. სწორედ იმიტომ, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, მნიშვნელოვანი არის ბევრი მიდგომა, როგორც საერთაშორისო ზეწოლა საკითხის მიმართ, ისე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა იმისთვის, რომ არ მოხდეს ესკალაცია, რასაც ითხოვდა ჩვენგან ოპოზიცია და NGO-ები, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჩვენ ესკალაცია მოგვეხდინა რუსეთთან
და კიდევ უფრო გაგვიზარდა რისკი პირდაპირ შევსულიყავით ომში ფაქტობრივად რუსეთთან, იმით რომ ესკალაციის ბოლო რა თქმა უნდა ეს იქნებოდა. ამიტომ ჩვენ მივყვებით ჩვენს პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს რომ ჩვენი ერთი მხრივ მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით უნდა შევძლოთ რომ მივახციოთ იმ შესაძლებლობის ფანჯარას, როდესაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება შედგება. ეს გახლავთ ჩვენი უმაღლესი მიზანი და ამოცანა, ამას ემსახურება სხვა ყველა დანარჩენი ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, ამას ემსახურება უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. იმიტომ რომ აქ რომ ერთი ტყვიაც გავარდნილიყო, თუნდაც საოკუპაციო ხაზთან ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო, რისკენაც ვიბიძგებდა ჩვენ ოპოზიცია ესკალაციის გზით, იქ შემდეგ უკვე ჩვენ ერთი დეკადით უკან გადავარდებოდით, რასაც არაერთხელ აკეთებდნენ წინა ხელისუფლებები, როდესაც ერთ და იგივე წელზე მოძრაობდნენ. ამიტომ ეს არის ამაზე ზუსტად ეხლა 3 წუთი ამაზე ვსაუბრობთ. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარები. ეს არის შეიარაღებული ჯარები და ტანკები და არის ბევრი ტექნიკა და არის სამხედრო ბაზები. ამას ქვია ოკუპაცია. და რანამ ბიჯებსელით. თქვენ რანამ ბიჯებსელით. მაგალითად საერთაშორისო არენაზე რატომ არ ხდება ამ საკითხის გააქტიურება? თქვენი აზრით თქვენ გაეროს რეზოლუციებს აკვირდებით? კარგი, თქვენ არ ვიცით, თქვენი ასაკი ალბათ არ გიწყობთ ხელს, რომ სრულად გახსოვდეთ რაღაც პერიპეტიები ჩვენს ქვეყანაში რაც მიდიოდა, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ აჩვენებს თუ რამდენად ზედაპირული არის მიდგომა საკითხისადმი. კიდევ ერთხელ, ოკუპაცია რომ არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა, სწორედ ეს არის მთავარი საკითხი და თქვენ ახლა გინდათ რომ ასე ვთქვათ ამ პრობლემის გადაწყვეტის რეცეპტები მოისმინოთ კომენტარებში და ეს ხო არ ხდება რაღაც სერიოზულობის დონეც ხო უნდა იყოს. ამის რეცეპტი თქვენ რასაც ალბათ გულისხმობთ, ამის რეცეპტი აქვს ოპოზიციას. იარაღისკენ რო იყურებოდნენ, გახსოვთ თქვენ 2022 წლის დასაწყისში, როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, თქვენ გახსოვთ მათ შორის ოპოზიცია და ზოგიერთი NGO, როგორ მოგვიწოდებდა, რომ გამოგვეყებინებინა ეს შესაძლებლობის ფანჯარა, უნდა შევიარაღებულიყავით, ამას ამბობდნენ, უნდა გვეყიდა შეიარაღება, გამზადებულიყავით ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს ოპოზიცია და NGO-ები ერთი გეგმა აქვთ მათ მხოლოდ, ეს არის იარაღით შევარდნა ტერიტორიებს. ასე რომ ეს თუ გონიათ რომ თქვენ არის ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან და დებთან გაერთიანების რეცეპტი, მაშინ ძალიან მწარი ცდება. აი, უპასუხე მეორე კითხვა რა ხანდა და მე და ეს ნავიგებზე მათ შორის რუსულ კანონზე თქვენ გამოვიდოდით დასავლეთი პარტნიორებისგან რა გზავნილები იქნება მაშინ და ასევე ელოდების თუ არა სანქციებს ფაქტია რომ თქვენ მათ გარაჯის არის ამბობთ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ისინი ერთგვარ იმუქრებიან და ამბობენ რომ საპასუხო ნავიგები იქნება გადადგმული ახალი განცხადებაც გააცხადა კანონიერებმაც რომ უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი მაღალჩინოსნის პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ბრალდებები და ცრუ ნარატივები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სურვილი არის ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა
სამწუხაროდ ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან წინა წლებში და ამას ჭირდება რა თქმა უნდა გადატვირთვა და ამას რა თქმა უნდა ხელს უშლის, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები და ცრუ ნარატივები ვრცელდება. რაც შეეხება კონგრესში განხილვას, ჩემი მოლოდინი არის ერთადერთი, რომ კონგრესის საბოლოო ჯამში მოვა მომენტი და გამოიძიებს სწორედ 20 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უწყებების თუ რა როლი ჰქონდათ პარალელური დათვლის ყალბის შედეგების გავრცელებაში. ეს არის საკითხი, რომელსაც დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ აქვს გაცემული ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ეს არის საკითხი პარალელური დათვლის ყალბის შედეგების გავრცელება, რომელიც მაშინ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვამდე მიგვიყვანა, რომელიც მაშინ იყო საბაბი არეულობისთვის და ძალადობისთვის ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამერიკის კონგრესს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოიძიოს თუ რა როლი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. ჩვენ დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ USAID-ის წარმომადგენლები იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და გვიმალავდნენ ამას, მათ შორის პირად შეხვედრებზეც გვიმალავდნენ ამას, ჩვენი მიუხედავად იმისა, რომ საკითხებზე ჰქონდა მაშინ საუბარი. ეს იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია გახსოვთ თქვენ კარებს უმტრევდა ხან ცესკოს და ხან რომელ დაწესებულებას და აბსოლუტურად ყალბ ნარატივს ავრცელებდნენ საქართველოში თითქოს და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ქართველი ხალხის გასამართლება მიდიოდეს ახლა ქართველი თქვენს ექნება თანახი არაერთი განცხადება უმაღლეს კომიტეტზე გადაგებული, ისინი ამბობენ, რომ ქართულ ხალხს მხარს უჭერენ და საპასუხო ნაბიჯები გადადგმული ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ჩვენ ესეთი პროცესი უკვე ერთხელ ვიხილეთ, როდესაც სოროსის ფონდის ერთი წარმომადგენელი ჩვენებას აძლევდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, ახლა ბატონი ეკაკი გაური აპირებს ჩვენება მისცეს საქართველოს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ საქართველოს გასამართლება როცა ხდება კონგრესში, ნაცვლად ამისა უმჯობესი იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ასამართლებდნენ, გამოიძიონ რა როლი ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო უწყებებს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს 20 წლის პარალელური დათვლის ყალბის შედეგების გავრცელებაში. აი 14 მილიარდი მაგაზეც კი პასუხებს. ანუ რაც შეეხება 14 მილიარდს, ალბათ 14 მილიარდი კუპონია, არც გულისხმობს საერთოდ ვერ ხვდები. იმ მხრივ რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, რომელზეც მე ვაკვირდები და ძალიან საინტერესოა. არც ერთი ეგრეთ წოდებული დეზინფორმაციის მომხელებელი NGO, რომელიც მილიონებს იღებს ამერიკული და ევროპული ფონდებიდან, არც ერთს არ გადაუმოწმებია ეს განცხადება. ჩუმად არიან ამ დეზინტყუილს, ჩვეულებრივ ტყუილია, აი ეს რაღაც რიცხვი და იტყუებიან, რომ თითქოს ვინმე 14 მილიარდს აძლევს საქართველოს. ამ ტყუილს ჩვეულებრივად ხელს უწყობენ. ასეც არის უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში. ეს NGO-ები, რომლებმაც წესით უნდა ამხილონ სიცრუე, ხელსაფარებენ ამ სიცრუეს უცხოური დაფინანსებით. რა თქმა უნდა, ამის უკან არის პასუხისმგებლობა. ეს NGO-ები ფინანსდებიან ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო თანხებით და პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, მათი რომ ცრუ ნარატივებს ხელს უწყობენ. ჩვეულებრივი ტყუილი არის, მოკლედ იმის თქმა მინდა და სასაცილოა საერთოდ ჯამში. ეს იგივე ხალხია, რომელიც გვეუბნებოდა, რომ კანდიდატის სტატუსი როცა არ მოგვანიჭეს, მაშინ გახსოვთ თქვენ მათი ლოყების ხოკვა, რომ კანდიდატის სტატუსს მოყვებოდა 3 მილიონი თითო სოფლისთვის თუ რა განცხადებები ჰქონდათ, მაშინ NGO-ებს და ასე შემდეგ. მივიღეთ ჩვენს მოლდოვანს კანდიდატის სტატუსი და ამგვარ რაღაცა ვერ ხედავთ, რომ ფული ცვივა ღრუბლებიდან. ასევე მოლაპარაკებები გაეხსნა სხვა ქვეყნებს და 14 მილიარდი, რომელი ქვეყნის ბიუჯეტში ჩაირიცხა, იქნებ ეს ჩარიცხვის ამონაწერიც გვაჩვენა. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი,
რომ თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდ რაღაც თანხას აძლევს, მათ შორის დღეს ვნახე ინფორმაცია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი უკვე პირდაპირ ამ 14 მილიარდს თან ანაწილებენ, აქ რაღაც აეროპორტში რაღაც უნდა ავაშენოთო და ესე მოუკლავი დათვის ტყავს ანაწილებენ. ჯერ ერთი არჩევნებში გავიდნენ და ვნახოთ ხალხი რას ეტყვით, თვითონაც ნახავენ და მეორე საუბრობენ რაღაც ფულზე და გონია თუ ამით უნდა იყიდონ საქართველოს მოსახლეობა. საერთოდ სამარცხვინოა საერთოდ ჯამში, რომ ევროპა აქციეს სალაროდ აქციეს ფაქტობრივად ქართული ხალხის თვალში. მათ ევროპას ამ ღირებულებების იმითი არ წარმოადგენენ როგორც სალაროს, რომელზეც ვიღაცამ რაღაც ფულები უნდა ჩაგვირიცხოს. ეს ისედაც ტყუილია ერთი სხვა. მეორე მხრივ ევროკავშირს როგორც სალაროდ აჩვენებენ, ესეც შემაშფოთია. Uzet dazorosებს ინფორმაციას შეუძლებს თუნდაც შეთანხმებული არის მთავრობა რომ ჩაიგდეს ეს ორგანიზაცია არჩევნებში უბრალოდ რომ უცხოეთის საზრდამო გარკვეულ პრეტენზიებთან არჩევნებში ჩაიგდეს უცხოეთის საზრდამო. ემაიას ფედერალური კონკრეტულად ორგანიზაციისგან ობიექტურ შეფასებას ასე მხარეში სამსაარჩევნო პროცესში და ის გახედავთ რომელი აქტივობის გახედავთ ახალ კამპიუტერს იდეებიან საარჩევნო პროცესში მაგალითად იდეების საუბარია. Შეეხება რუსეთის დაზვერვის განცხადებას, რა უნდა ვთქვა. რუსეთის დაზვერვა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ. არც ერთი და არც მეორე თუ არ ჩაერევა ჩვენ არჩევნებში, ვიქნებით მადლობელი. რაც შეეხება ზოგადად არჩევნებში უცხოელ ჩარევას, ჩვენ ხედავთ ამას. საერთო ჯამში წინა საარჩევნო გარემოს ვაკვირდებით, ხედავთ რომ მიდის 7 გარემოში, ერთ-ერთი ექსესები ხედავთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომლებსაც ნახეთ რომ მათ შორის ადამიანის სიკვდილამდე მიიყვანა მდგომარეობა, მათ მიერ სიძულვილის კულტივირება, პლაკატების ჩამოხევა და ასე შემდეგ, დეზინფორმაცია ტყუილ ზოგ არაფერს ვამბობ. ეს ერთი ტიპის დარღვევებია და მეორე ტიპის დარღვევა ეს არის უცხოური ჩარევა. ქართულ არჩევნებში ჩვენ ნახეთ დანიის დაფინანსებული ღონისძიებები, რომლებიც კარგი რო შეწყდა, როგორც ჩანს საბოლოო ჯამში მიხვდნენ, რომ არ შეიძლება მეგობარ ქვეყნის არჩევნებში ჩარევა, ჩვენ არ ვერევით დანიის არჩევნებში და არც დანია უნდა ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. თავიდან ხედავდით, რომ რაღაცნაირად გაჯიუტებული იყო ის დონორი ორგანიზაცია და ამბობდა რომ ეს რაღაც სასიკეთოდ კეთდებოდა, ნუ ბოლოს მიხვდნენ როგორც ჩანს, ოდესაც გაანალიზეს და ჩაუფიქრდნენ ამ საკითხს, თუმცა ეს ზიანი უკვე დამდგარია, ეს ჩარე უკვე მომხდარია ამ ჩარევის, ასე ვთქვათ, უკან ვეღარ დააბრუნებს და ეს უკვე მომხდარი ფაქტი არის. ასევე ჩვენ ხედავთ რომ უცხოური დაფინანსებით მიმდინარეობს კამპანიები, რომელიც შეფუთულია როგორც რაღაც ამომრჩევლების განათლების კამპანია. არ მახსოვს ხარ აქვია სახელი, მაგრამ გულისხმობ მე რაღაც ჩვენ ვირჩევთ ევროპათ რაღაც ასეთ სახელი რო ქვია, თუ ჩვენი ხმა და ასე შემდეგ, რომელიც ნახეთ ჩვენ შეხვედრები იყო, მათ შორის თავადადეს ვიდეოები, სადაც საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლები ეკაგი გაური პირდაპირ ქართული ოცნების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა. ისინი ავრცელებენ კლიპებს უცხოური დაფინანსებით აკეთებენ ამას, იღებენ კლიპებს, აი არ ვიცით რესში არეგისტრირდებიათ, თორე გეტყოდით, ვერ ვარ სხვათა შორის. მართლა არ ვიცით, აი მაინტერესებდა და შევედი ამ მოძრაობის გვერდზე შევედი, Facebook გვერდზე, რომ ენახა ვინ აფინანსებს, არ ჩანს ვიდეო კლიპი გააკეთეს, ხო, ბოლოს ხო აწერენ ხოლმე, რომ დაფინანსებულია ვიღაც არ ჩანს, ანუ მალავენ ამ ყველაფერს, ეცანით. გეტყვით, არა, ჯერ უნდა ვთქვათ ეს არის თუ არა ჩარევა, ხო? არის კლიპები, რომელიც არის ქართული ოცნების საწინააღმდეგო აგიტაცია, ამას ავრცელებენ. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ქართული ოცნების არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი პარტიის საწინააღმდეგო აგიტაცია. მე მგონი ამაში დამეთანხმებით. თუ კი ეს სიმართლეა და ეს არის საწინააღმდეგო აგიტაცია, მე უნდა ჩავხედოთ, ვისი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი და ვინაიდან საქმე გვაქვს NGO-ებთან და NGO-ები ძირითადად უცხოეთ დაფინანსებიან, ეჭვი არის რომ უცხოური დაფინანსება არის, უცხოური დაფინანსება საარჩევნო კამპანიის და აგიტაციის საერთოდ დაკრძალული არის. არა თუ ცოტა დაფინანსება და ბევრი და შინა, საერთოდ დაკრძალულია. ამიტომ ვინც აფინანსებს, მაშინ ესე გეტყვის, ის ვინც აფინანსებს აი ამ კლიპებს, ის ვინც აფინანსებს, რაც კიდევ ერთხელ ჩვენ ვიჩვენებთ ევროპათ რაღაც ქვია, აი ამ კამპანიას ვინც აფინანსებს, იქნება ეს ამერიკული ფონდი თუ ევროპული ფონდი, აი ვინც აფინანსებს, ის ერევა
ქართულ არჩევნებში და ის ზემოქმედებს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რაც არის არადემოკრატიული რუსული სტილის ქცევა. ამიტომ ვინც ამას აფინანსებს, იქცევა რუსულ სტილში. რუსული დაზვერვა შეთანხმდნენ ერთმანეთთანო და რუსეთმა ჩაება ორი მესამე თანამდებობები ამ არჩევნებში ჩაება. ეს არის შევიდანსება და იხო თავიდანაც იყო ელექტრონიკაზე. ანუ ელექტრონიკის მიხარით და იმაზეც ორივე ქვეყნისგან ამერიკისგანაც და რუსეთში ჩაება. ასეთ თანამდებობები არჩევნებში ჩაება. საფრთხე ორივე ქვეყნიდან. ანუ ზომაწონას მე არ განსაზღვრავ, ზომაწონას არ განსაზღვრავ, ერთ-ერთი რასაც ყველა ვხედავთ, ჩვენი მოქალაქეები ვხედავთ, რომ იყო რამდენიმე ფაქტი, რაც ჩანს, რომ არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, ვახსენე მე დანიური დაფინანსებით მიმდინარე ღონისძიებები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ამ დანიური დაფინანსების NGO-მ ჩამოაყალიბა პოლიტიკური მოძრაობა. ანუ ამაზე მეტი ჩარევა კი არ არის, არ ვიცი, ეს უკვე სიმართლე გითხრათ, ახლა ნიშნავს, რომ არასერიოზულად ვიყურებს ვიღაცა ალბათ. ამიტომ კიდევ ერთხელ უყურეთ და ამიტომ ამაზე რო თქვა, არ არსებობს კარგი და ცუდი ჩარევა. არ ნიშნავს რუსეთის ჩარევა ცუდია და ვიღაც სხვა ქვეყნის ჩარევა, დანიის ჩარევა კარგია, ესეც ამი არ არსებობს. ნებისმიერი ჩარევა არის ცუდი. იქნება ეს რუსეთი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია თუ საფრანგეთი, მნიშვნელობა არ აქვს. ვინც ჩაერევა ქართველი ხალხის ნების ფორმირებაში და გამოვლენაში, ყველა იქცება არადემოკრატიულად. ყველა იქცევა იმ ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რომელზეც ეს საზოგადოება არის დამყარებული. რაც შეეხება ელექტროოდირის მისიას, ჩვენ რა თქმა უნდა დიდი მოლოდინები გვაქვს მისი ობიექტურობის. არანაირი ინტერესი რუსეთის არა, იმიტომ რომ ამას გეტყვით, რომ არანაირი ინტერესი რასაც ხდებს რუსეთის დაზვერვა ჩვენთვის არ აქვს. ჩვენი დაზვერვაც გვაქვს და ჩვენი თავი გვაბია ჩვენს ხრებზე, რომ ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. სადაც გამოგვაქვს ჩვენი დასკვნები, იმას ვამბობთ. თქვით დანიურ დაფინანსებაზე, ნახეთ შედეგი, რომ შეწყვიტა ეს კამპანია, იმიტომ თვითონაც მიხვდნენ. ვამბობთ ახლა იმ კამპანიას, სადაც ვიდეოები გოლებს იღებენ და ამადაც გვექნება საჯაროდ ბევრჯერ საუბარი, რომ არ ვიცით ვინ აფინანსებს, არ ჩანს ეს საჯარო წყაროებში, მალავენ 30 ორგანიზაცია NGO არის წარმოიდგინეთ შეკრებილი დედაენის პარკში ღონისძიებაც ჰქონდა და აი ეს 30 სახელგანთქმული NGO უბრალოდ მალავს ვინ აფინანსებს მათ და რა თქმა უნდა აქ ეჭვია რომ ეს უცხოური დაფინანსება არის გაირკვევა ვინ აფინანსებს და ვინც ამას აფინანსებს მე უკვე ვიტყვი რომ აი ისინი ერევიან არჩევნებში ბაში მოკლედ გიპასუხე და მეორე კითხვასაც აღწერზე, რომელიც მოიცავს სამართლიანი შევარდნები, თუმცა გადადგმული ნაბიჯები არ აშენებს და რაც შეეხება LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანების დაცვას ეხება, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამას მხარს არ დაუჭერს, იმიტომ ისინი არიან ამ იდეოლოგიის გამავრცელებლები და მხარდამჭერები საქართველოში. ისინი ამბობენ, რომ სკოლებში, ბაღებში არასრულწლოვანებს უნდა მიდიოდეს პროპაგანდა LGBT საკითხებზე. ისინი ამბობენ, რომ უნდა იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება დასაშვები. ისინი ამბობენ, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილებს უნდა შეეძლოთ ბავშვების შვილად აყვანა. ეს მათი იდეოლოგია არის, ხა ლელო ნაციონალ მოძრაობა, ვინც არიან, ყველას იდეოლოგია არის LGBT პროპაგანდის წახალისება საქართველოში. რა თქმა უნდა, ოდესაც მათ წახალისება უნდათ, ამის შემაკავებელ კანონს ხარს ვერ დაუჭერენ. ამიტომ 26 ოქტომბერს ამაზეც მიიღებენ პასუხს ქართული საზოგადოებისგან, პასუხს იმაზე, რატომ უნდა იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა, რატომ უნდა იყოს დაშვებული შვილათაყვანა, რატომ უნდა იყოს დაშვებული სკოლებში თუ ბაღებში, წარმოგიდგენთ, ბაღებშიც უნდა იყოს თუნდაც დაშვებული, რაც მათ შორის ერთ-ერთ უცხოური ორგანიზაცია და წერილშიც იყო აღნიშნული, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და დაშვებული უნდა იყოს LGBT თემების გაშლა ბავშვებთან და სკოლის ბატონო.
რა თქმა უნდა, სალომ ზურაბიშვილი არის ამ გუნდის ნაწილი, ნაციონალური მოძრაობის გუნდის ნაწილი, ამიტომაც შეინარჩუნეს ის ამ თანამდებობაზე, რომ ვეტოები მათი კარნახით დაადოს კანონებს და საერთო ჯამში ხედავთ ახლა ის რომ კარგროს არაფერში არასოდეს და მეორე ნაწილი იყო. ხო, რაც შეეხება ხო, ეს შემაშფოთებელია ასეთი განცხადებები, რომელშიც რაღაცნაირად ჩადებულია, რომ შეიძლება არსებობდეს ეჭვი საქართველოში შესაძლოა არ იყოს არჩევნების სამართლიანი. არ ვიცი ეს ეჭვი საიდან მოდის და სამწუხაროა რომ ესეც რა თქმა უნდა ცრუ ნარატივის ნაწილი არის. ერთადერთი საფუძველი ასეთ ეჭვებს შეიძლება ქონდეს სწორედ 20 წლის არჩევნებიდან, სადაც ამერიკული დაფინანსებით მოქმედმა ისვედმა ყალბი პარალელდასთვის შედეგების გავრცელებით შექმნა ცრუ აღქმები საქართველოსთან დაკავშირებით თითქოს საქართველოში არჩევნების სამართლიანად არ მიმდინარეობს. და ეს პარალელდასთვის შედეგები იცოდა მისმა დონორმა USAID-მა ამერიკის სახელმწიფო უწყებამ, რომელიც ამას გვიმალავდა, ასე რომ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან და ცესკოსგან არჩევნები როგორც ყოველთვის 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნები როგორც სამართლიანი და თავისუფალი იყო ზუსტად ისეთივე სამართლიანი და თავისუფალი იქნება. ჩვენ 2020 წელს ძირითადი პრობლემა რაც იყო ეს იყო დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდნენ უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის USAID-იც იყო ამ საკითხში ჩართული. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ვრცელდებოდეს ცრუ ნარატივები არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოუწოდებდი მე ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებით კი კონგრესს, რომ გამოიძიოს USAID-ის მონაწილეობა 2020 წლის არჩევნების ყალბი პარალელდასთვის შედეგების გავრცელებაში. კურსი ხო, რაც შეეხება კურსს და ტრაექტორიას. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის არ გვაქვს მოსაწონი ტრაექტორია. ამაზე შეიძლება დავეთანხმოთ კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენ რა მოლოდინი იყო ზოგიერთი ჩვენი უცხოელი კოლეგისგან ჩვენ ტრაექტორიაზე. უბრალოდ ხოცა რომ ავხსნათ, ტრაექტორია არის გზა მიზნისკენ. მიზანი როგორც ჩანს, მიზანში ეჭვი არ ეპარებათ, რომ მიზანი ჩვენი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მაგრამ როგორც ჩანს, აქვთ პრეტენზიები ტრაექტორიასთან, თუ როგორ მივდივართ ამ გზაზე. ნამდვილად, ჩვენ იმ ტრაექტორით არ მივდივართ, რომელზეც ზოგიერთს ჰქონდა მოლოდინი, რომელსაც წავსულიყავით. ზოგიერთმა გითხრა, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა გადის რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ამაზე ოფიციალადაც გვეუბნებოდნენ, რომ სანქციები, მათ შორის ზოგიერთი ევროპელი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობდა ამას, რომ სანქციები უნდა დაუწესოს, ანუ ესკალაციაზე უნდა წავიდეთ რუსეთთან, რაც რეალურად ნიშნავდა ომის საფრთხეს და რისკს. ანუ ეს იქნებოდა ტრაექტორია ევროკავშირისკენ ომის გავლით. ჩვენ ამ ტრაექტორიაზე უარი ვთქვით. ეხლა ვინმეს ეს ტრაექტორია თუ არ მოსწონს, ეს ერთი საკითხია. მეორე ამ ტრაექტორიის ნაწილად ზოგიერთი უცხოელი მოიაზრებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ამ ტრაექტორიაზეც უარი ვთქვით. მოიაზრებდა ასევე იმას, რომ თვალი დაგვეხუჭა, რომ უცხოური დაფინანსებით აქ ძალადობის კამპანიები და დეზინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, მოლოტოვის კოქტეილის კამპანია სირცხვილეს მიერ გავრცელდა. ამაზე თვალი დაგვეხუჭა. ამაზეც უარი ვთქვით. ამიტომ ჩვენ იმ ტრაექტორიაში არ ვზივართ, რომელიც შეიძლება ზოგიერთს ჰქონდა მოლოდინი, რომ წავიდეთ. ჩვენი ტრაექტორია ევროკავშირისკენ არის შვიდობით და კეთილდღეობით მისვლა ევროკავშირისკენ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში არა ომი, რაც ჩვენ გვექნებოდა ზოგიერთი უცხოელის რჩევა გაგვეთვალისწინებინა, არამედ შვიდობა. ამიტომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდით და არა ეკონომიკური კოლაფსი, რომ გაგვეთვალისწინებინა უცხოელების რჩევა, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, ჩაგვეკეთა ცა რუსეთისთვის, შევსულიყავით სანქციების ომში რუსეთთან, რომელიც აუცილებლად გადაიზრდებოდა დიდი ალბათობით ცხელ ომში. ამიტომ დიახ, ტრაექტორიაში ვერ ვთანხმდებით, ჩვენ გვაქვს შვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია. გივი მექანიზმთან დაკავშირებით, გიორგი გახარიაშვილი ითხოვს, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს გივი მექანიზმის წინააღმდეგ. 2006 წელს, როდესაც ცნობილი ციხის პუნქტი მოხდა, ადროსაც შვიდი გადამის სიცოცხლე მიცვერpla და დანარჩენი ნაციონალური სტაციონარები მიიღეს. ამ დროს გივი მექანიზმი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და რომ გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით მექანიზმთან შეთანხმების გარეშე
არ მოხდებოდა. ამიტომაც იქონია პროკურატურა დაიწყოს გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიება, ვინაიდან ციხის მუნჯის საკითხზე პასუხისმგებლობა მათ შორის მასაც ეკისრება, იმიტომ რომ მამალი თანამდებობა ქონდა იუსტიციის მინისტრის მუნჯის თანამდებობას იკავებდა პარტიის წევრი. კახალიას გუნდზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მუჩვეულებრივ კარიკატურას დაემსგავსა ეს გაერთიანება, საკუთარი უფროსის კარიკატურები არიან საერთო ჯამში შეკრებილი. ამიტომ რაიმე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება. ბოლო პერიოდში მათთან მხოლოდ დაგიჭერთ დაგაპატიმრებთ განცხადებები გულისთან. აი დაგუჭერენ, დაგაპატიმრებენ, გავიგეთ. გასაგებია მათი აზრები, პასუხს გასცემს ქართული ხალხი. რაც შეეხება გივი მიქანაძეს, ის როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომელზეც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადავიდა თანამდებობიდან და იყო წასული საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ. ციხის მუნჯის დროს ის იყო იუსტიციის მინისტრის კიდევ ერთხელ ეს აი რატო ეს ხო აჩვენებს ეს ხო არანაირი კავშირი რა თქმა უნდა არანაირი კავშირი რა თქმა უნდა ამ საკითხთან არ აქვს. ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი კახალიას მეწვილმანეობას, როდესაც ცდილობენ არაარსებული თემიდან უბრალოდ იმიტომ რომ გივი მიქანაძე აქტიურად ამხელს მათ შორის მათ გუნდს საარჩევნო დარღვევებში, ამიტომ ცდილობენ რაღაცნაირად მათ პრეტენზიებს წაუყენონ. რაც არის აბსოლუტური სისულელი და ხა კახალიას გუნდი რო არის სისულელის გამავრცელებელი, მე მგონი ბოლო პერიოდში ყველა ხედავს. არა, ფაქტი როგორ არის? ფაქტი არანაირი კავშირი და შეხებობა ამ საკითხზე არ აქვს. უნდა გავიდე, ბოლო კითხვა და გავიდე. კიდევ ერთხელ აბსოლუტური სპეკულაცია, სერიოზული კომენტარის ღირსიც არის ეს საკითხი, აბა. ხო არა, მიქიდან მეკითხეთ. მასთან შეთანხმების გარეშე იყო ვიცის მინისტრის აი კითხეთ გივი მიქანაძეს და გიპასუხეთ ყველაფერს. კი პასუხეთ. უყურეთ თქვენ გინდათ რომ ესე იგი კახალიას სპეკულაციებს აყვეს თქვენ ჩვენი ქვეყანიდან. კარგი თუ არ არის სერიოზული ეს ადამიანი. ყველაფერი რაც გაინტერესებს შეგეძლიათ გივი მიქანაძეს კითხვა. არანაირი ნაცმოძრაობის წევრი არ ყოფილა. არაფერი არ ყოფილა. კომერციაში. პიტერ სტამოსი არ იყო ეს ხო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის წერილის გულისხმობთ ალბათ. მეც როგორი პასუხი ამასთან დაკავშირებით არ გამიცია. ჩვენ კიდევ ერთხელ მაგრამ კომენტარში თქვი კიდევაც რომ ჩვენ მოქმედებთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის და ჩვენი ხალხის ნების შესაბამისად იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არის ევროპული ღირებულებები და ამ ღირებულებებს შეესაბამება ზუსტად ჩვენი კანონმდებლობა. კანონ პროექტი, რომელსაც ვიღებთ და არის ქართველი ნების განხორციელება. ამ კანონ პროექტს სხვადასხვა განცხადება, პიტერ სტამოს განცხადება იყო, სადაც უზუსტობები იყო და სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს ის საქართველოში მოქმედი ევროკავშირის საელჩოდან ზუსტ ინფორმაციას არ იღებს და სამწუხარო ფაქტი არის. საუბარი იყო თითქოს ეს ნაჩქარევად მიღებული კანონ პროექტია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რამდენიმე თვე არის განხილვის პროცესში არის ჯერ კიდევ საკონსტიტუციო პროექტიდან დაწყებული, რომელიც იდენტურია ამ კანონ პროექტის მარტიდან მოყოლებული განხილვები იყო და ეხლა სექტემბერია და მე მგონი მარტსა და სექტემბერს შორის საკმაოდ დიდი დრო არის. იყო 11 შეხვედრა რეგიონებში, სადაც 5,000 ადამიანს შევხვდით და სრული მხარდაჭერა იყო ყოველ ამ შეხვედრაზე და 17 მაისს გარდა ამისა საქართველოს ეკლესიის მოწოდების საფუძველზე გაიმართა სახალხო შეკრება, რომელიც მათ შორის ზუსტად ამ ღირებულებებს და ამ კანონ პროექტის მხარდაჭერაც გამოიხატა იქ. მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა და თავისი გამოსვლით ჩაატარა რეფერენდუმი. ამიტომ სალაპარაკო ჩვენთან კი არა აქვს, სალაპარაკო აქვს ქართულ ხალხთან. თუ ეხლა ქართული ხალხის ნება და ღირებულება ვინმეს არ მოსწონს, მაშინ ეს გითხრა, რომ ქართული ხალხი არ ვართ. ამის კი არ დაგომართ.
რომელიმე დიდახად. ხო, რაც შეეხება საარჩევნო სიას, თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ეტაპობრივად ვაკეთებთ პრეზენტაციას სიის, ნახეთ თქვენ დელეგატების 30 კაციანი სია, რომელიც აგვისტოში იქნა წარმოდგენილი. ახლა უკვე ქონდა პირველი ოცეულის პრეზენტაცია. რა თქმა უნდა, ესაც ვსაუბრობთ ოცეულზე და ეს არის მიღებული პრაქტიკა პოლიტიკაშიც, რომ ეს არის ხოლმე ნაზავი მოქმედი პოლიტიკოსების და ახალი სახეების და ზუსტად ამ პრინციპით არის შედგენილი პირველი ოცეული, რომელშიც მათ შორის არიან წარჩინებული ადამიანები ჩვენი საზოგადოებიდან. ყველა მათგანი, ვისაც თქვენ ასახელებთ, არის ზუსტად შენაძენი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და მომავალი პარლამენტისთვის. იცით, რომ სხვადასხვა სფეროებიდან არიან, როგორც ბიზნესის სფეროდან, ისე სპორტის სფეროდან, ისე აკადემიური სფეროდან და ყველას მე მგონი ბატონ ბერეკაშვილის საზოგადოებაც კარგად იცნობს, იმისთვის რომ არ დავიყვანოთ ეს საკითხი მხოლოდ იმაზე, რომ ეს ბაია კუციანის სიძე არის. ასე რომ სწორედ მისი გამოცდილების დამსახურებით არის ის ჩვენს საარჩევნო სიაში. ასე რომ ქონდა აქვს არანაირი პრობლემა ამაში არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პატრიოტი. ამას აქვს მნიშვნელობა. ასე აგერ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე არის და გიზის ციხეში და მას წარმოგვიდგენს სხვა ქვეყანა არის. თქვენ პატრიოტიზმი რა გონიათ? თქვენ პატრიოტიზმი რა გონიათ? გონიათ რომ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების პატრიოტი თუ იქნებით, ამით იქნებით საქართველოს პატრიოტი? საქართველოს პატრიოტობა საქართველოს პატრიოტობა არის. ხო, რაც შეეხება რაღაც მეორე ნაწილი იყო კიდე. ხო, დაპირებას რაც შეეხება. არა, რაც შეეხება დაპირებას, რა თქმა უნდა, ჩვენს კამპანიას აქვს ასევე თავისი მიმდინარეობა და განრიგი, როგორც საპარლამენტო სიის ეტაპობრივი წარმოდგენა ხდება და 26 სექტემბრამდე უკვე წარმოდგება სრული საპარლამენტო საარჩევნო სია. ასევე იცით, რომ პრემიერ-მინისტრმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დაანონსა, რომ 1 ოქტომბერს იქნება ჩვენი უკვე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, სადაც უკვე იქნება მომავალი 4 წლის სამუშაო გეგმა სრულად გაწერილი ყველა მიმართულებების მიხედვით. რაც ხაირო გაივლით რიკოთის უღელტესი ტეხილზე ავტობანზე მე გაიხსენეთ რა შესულა თუ არ შესულა და აი ამით რომ ისიამოვნებთ ამ კომფორტს მიიღებთ თორსა ავტობანით შეუბრკოლებრივ გაივლით რიკოთის უღელტეხილს იმედია ცოტათი დავოცავთ ქართულ ოცნების ხელისუფლებას. ბოლოა ხო? ხო, რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ამას რუსეთისგან შეჩეული ვიყავით, ქართული ხალხისთვის ახლა გასაგები არის, რომ ასეთი დამოკიდებულებები სამწუხაროა ხოლმე. რატოღაც ასე ხდება ჩვენს ისტორიაში,
წარსულშიც და ახლო ისტორიაშიც, რომ დიდ ქვეყნებს ერთ რეგიონში შეცდომა მოძდით ხოლმე ქართული ხალხის მიმართ და რაღაც მომენტში რატომღაც ფიქრობენ, რომ ზემოდან უნდა დაგვხედონ და არ ვიცი, არ არის ეს რა თქმა უნდა სწორი გზა. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი არის, რომ ცრუ ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ შეწყდეს იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რაც შეეხება სანქციებს. ჩემი მოლოდინია კიდევ ერთხელ გამოიძიებენ 2020 წლის პარალელი დაცვის შედეგების გავრცელებაში USAID-ის მონაწილეობის საკითხებს და ვინც იქნება USAID-ის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის იყოს საჭირო სანქციების დაწესება. ასე რომ გამოიძიონ ეს საკითხი და ვნახოთ 2020 წელს რა როლი ქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს საქართველოში სიტუაციის არევაში იმ მხრივ, რომ ხელს უწყობდნენ და იყვნენ მონაწილე პარალელი დაცვის მცდარი შედეგების გავრცელებაში. არა ეს კიდევ ერთხელ ეს რაც შეეხება ანუ უბრალოდ ეს არის ცრუ ბრალდებები და ამიტომ შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ეს ცრუ ბრალდებები ეს არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან გვესმოდა ცრუ ბრალდებები ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ამერიკის ელჩი პირდაპირ ამბობდა, რომ რუსთავი ორის საქმეზე იყო უსამართლო გადაწყვეტილება, გვარამიას საქმეზე იყო უსამართლო გადაწყვეტილება, მელიას საქმეზე იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ხო გვახსოვს, ამას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. უყენებდა ბრალდებას ქართულ მართლმსაჯულებას. ერთშიც მტყვანი აღმოჩნდა, მეორეშიც, მესამეშიც, მეოთხეშიც და მეხუთეშიც. ანუ ეს ბრალდებები, ცრუ ბრალდებები, ამიტომ უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ამ განცხადებებმა გაიარა სასამართლო ტესტი სტრასბურგში, ამ ტესტს ვერ გაუძლო და დასტურდა, რომ იყო ცრუ ბრალდებები. რა თქმა უნდა, სანქციები ხა ისეთი ინსტრუმენტია, მას ვერცად ვერ გაასაჩივრებს და ამიტომ რა თქმა უნდა იოლია ხა ვინ შეუშლის ხელს ვინმეს რომ რაღაც სანქციები დააწესოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ვემსახურებთ ქართულ ხალხს და არა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის პასუხი ამ ჩვენ პოლიტიკასთან დაკავშირებით და 26 ოქტომბერს ოპოზიცია მიიღებს სანქციებს და ქართული ოცნება მიიღებს ხელისუფლებაში ყოფნის მანდატს. მადლობა.